რა ქუჩაა ეს? ნომერ 25-ში ცხოვრებ ირაკლი ჩხეიძეს. ამავე სახლში დროებით ცხოვრებ დავით ალექსიძის ბატონო ირაკლი პატივცემულო ირაკლი მე ღრმად პატივცემულო ირაკლი ეს კარგია გადავწყვიტე დავცალო ჩემი ოთახი და აღარ შეგაწუხოთ ღრმად პატივცემულო ირაკლი გადავწყვიტე დავცალო ჩემი ოთახი და გადავიკარგო
სამუდამო D ყველაფრისთვის დიდი მადლობა Postscriptum წავედი აბა ეს იგი ღრმად ოდისმოიჟაკლი გადავიკარგო სამუდამო D თქვენო უდიდებულესობა ირაკლი ჩხეიძევ ირაკლი ჯიგარო გადავწყვიტე ჩემს ოთახში ჩავიკეტო და აღარ შეგაწუხოთ ვიქნები ჩემს ფიქრებთან მარტო და ეული ხო მართლა ტელევიზორი მე მაქვს შეტანილი და არ ინერვიულოთ Postscriptum ბუ ჰე სადაცა ანანომოვა ყველაფერი შენ უნდა უთხრა მარიკა. ხო, კარგი ვეტყვი. არა, გუშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ არა, რეზომ კი ნახა ჩემი ახალი ჩექმები, მაგრამ ანანოსთვის არ მithქვამს. მარიკა, მოვა ვეტყვი. ჩექმები კი არა. უნდა უთხრა, რომ ის ყვავილები, თაიგული, რეზოს კი არ გამოუგზავნია, დათომ გამოგზავნა თქო, დათომ. აი თქვენ უთხარით. კარგი რა მარიკა. კარგი ხო. რა იყო რა სახეები გაქვთ? უთხარი. ერთი სიტყვით ის თაიგული რეზოს არ გამოუგზავნია. როგორ? აბა ვის გამოუგზავნია? ერთ-ერთმა ჩვენგანმა. ერთ-ერთმა თქვენგანმა? სანდრო. რას გადამეკიდი? არა, მე არა. არა, სანდრო. აბა ეკა? არა, რა ეკა. ჩვენგანმა კი არა, საერთოდ სამეგობროში ჩვენგანმა. მეგობროში ჩვენ. იცი რა, მოდი ერთ მინიშნებას მოგცემ, იცი? ცოტა სულელია და ცოტა უნიჭო. ცოტა სანდრო. ცოტა უნიჭო არის და კიდე ერთ რამეს გეტყვი, პერსპექტივაში ერთ-ორ წელიწადში ცხოვრებას აიშენებს. აჰა. აიშენებს. ეკა? ერთი სიტყვით ის თაიგულის სუნამო და საერთოდ ყველაფერი დათოს გაკეთებულია, გაიგე? კაი ხა.
მოიცადე რეზომ ამდენი ტყუილი თქვა? და ეს ყველაფერი დათომ გააკეთა? აი მე მოვკლავ რეზოს იცით? არა კი არ მოვკლავ, იცით რას ვიზამ? აი ზარს რო გამომიშვებს, აღარ გადაურეკა. არა, უარეს ვიზამ, მე თვითონ გაუშვებ ზარს. ჰა? მოკვდება ნერვიულობით. რა გამოდის? ახლა გამოდის რომ ჯერ დათოს უყორო. აიმე. მოიცადეთ ესე იგი რა გამოვიდა ახლა? მე და რეზო იმ დღეს თქვენ გარო წავედით რა მოხდა? ვაიმე საწყალი დათო. ვაიმე საწყალი ირაკლი. კოლექციაში ის ორი ვისკი აღარ აქვს და საძინებელს ისჭაღი აღარ კიდია. ისა რა გიდა ბებიაშის მოეწონება დათო. არა რა სამბო ბებია ჩემი მხატვრობაში კარგად ერკვევა. მოდით თქვენ დათოს არაფერი არ უთხრათ, ვიდრე საერთოდ არ გინახივართ, მე თვითონ ნახავ დათოს და ყველაფერს კარგად აუხსნია რა და რო ვნახავ, რა უნდა აუხსნა. ვაიმე თქვენ მე არ გინახივართ, არ გინახივართ, არ გინახივართ. არ გინახივართ. სულ კარგად ზანდებოდა. კარგად. პატარა ცეკნები. უი მართლა კომფორტულია. ჩაცმა გახდის ამბავი როგორ არის ხო უჭერს. რა ვიცი, ჯერ არ გამიხდია. ვის ელაპარაკები ქეთევან? ვაკელი 81-ს. რაო, ვინავარო? ვინავარო და მუშაობს. ვაჟა-ფშაველაზი აქვს თავისი მაღაზია. მანქანა ყავს დედის ერთა. მშობლები უცხოეთში ცხოვრობენ. შენ რა შეუბნები, ვინ ვარო? ვინ ვარ და იმისი მონაცემებით ვარ მოდელი. ვარ მდიდარი. აი მე თავი მტკივა. 4 ენა ვიცი. დღეს საღამოს უნდა შევხვდე. მე არც კი ცხენია. ჯერ ბიცალას წლის თავიც არ გასულა და ბიჭს ხვდები. წარმოგიდგენია მაინც როგორია? წარმომიდგენია. იცი როგორი აგუტინივით მომღიმარი და ნოღაიდელივით საქმიანი. არა, ნოღაიდელივით მომღიმარი. აუ, იცი თამა რაღაც ესენი არ მომწონს და აუ შენს წითელკაბას ხომ ათხოვებ? არა, რატო? დღეს ლიფტის ფონზე უნდა ვიარო და მჭირდება. აუ, რა დროს ლიფტის ფულია თან გაციებული ხარ? აუ, სახლში არ შევალ და სადარბაზოში გამოვატანინებ. ისე ტალახაძეებთან უნდა შეხვიდე, ხო იცი, მასე მეტი ზღირსები არის. ესე იგი კაბას მათხოვებ, ხო? კარგი, ოღონდ მეც წამოვალ. არავითარ შემთხვევაში. ჩემს ბედს მე მარტო უნდა შევეგებო. წავედი. მოიცა. აი, ეს თილისმა წაიღე. ბედნიერებას მოგიტანს. წავედი, მადლობ თამა. და ბარემ ნაგავიც გადაყარე მაგას. ვა! მარიკა, რა კაი ხასიათზე ხარ? ამოვიდა ლაკა ჩექმიდან? ჯერ არა, მაგრამ მალე ამოვა. ეკა მაგარი მეთოდი მასწავლა. ვა! და დათო სად არის? თავის ოთახშია ჩაკეტილი.
უთხარი გამოდი უყურე როგორ ამომყავს ლაქა ჩექვიდან მეთქი, მაგრამ არ გამოდის. ტელევიზორი ძლივს გამოვატანინე, საჭმელში გაუცვალე. მოიცა. ჯერ სახლიდან არ მიდის. და ეხლა ოთახიდანაც არ გამოდის, ხო? დათო. გაიგინე რა. ანანო, ხიარული გოგოა. და ასეთი მოღუშული არ მოეწონები. ძალიან გთხოვთ. 100-აზე დაწყებული სახელი აღარ გამოგონოთ. კარგი. ნანო, ხიარული გოგოა. და ასეთი მოღუშული არ მოეწონები. გაიგინე. კარგი დათო, რას ჩამოგტირის ცხვირპირი? გაყიდი ნახატებს, აწყობ ცხოვრებას. აღარც ნახატები მაინტერესებს. აღარც ნახატებს გავყიდ და საერთოდ ვიждები აქ და არაფერს არ გავაკეთებ. ეხლა მოიცა. მოდი ტელევიზორს უყუროთ. ცოტას გამხიარულდებით. მოიცა? ვაჰ! ფეხბურთი, კანადა ჩინეთი. ირაკლი. კარგი. არ უყურებ ფეხბურთს. მაგარი რაღაცა მოვიფიქრე. მოდი ეხლა ციურის დაურეკავ მეშვიდეზე. ვეტყვი რომ დღეს მაგნიტური დღეა. აუცილებლად დამიძახებს ნევის გასაზომად. და კარგ, თაფლის არახ ჩავარტყავთ 100 გრამს. დალებაც არ მიხსენ. მაშინ მოდი რამე ასო მითხარი და იმ ასოზე მაგარ ანეკდოტს მოგიყვები. ბონდო და კირილე მიდიან ტყეში. დაინახეს კურდღელი ტენის მობილურს. ზაური და კირილე მიდიან ტყეში. დაინახეს კურდღელი ტენის მობილურს. მოიწევდი რა. დათო იცი რა მოყევი. სოფელში რომ ვიყავით და ლეღვი რომ მოვიპარეთ და მე ჩუმად ბოსტანში რომ ჭამდით მოყევი. იცი რა მაგრა ყובה. გასწრების სიცილით მიდი რა. მიდი რა მოყევი, შენს გამხიარულდები და ჩვენც მოყევი რა. კარგი. კარგი მოყევი რა. ერთხელ მე და მარიკა ვიყავით სოფელში. მეზობელს მოვპარეთ ლეღვი. მე გადავიპარეთ ბოსტანში და ჩუმად ვჭამეთ. ხო გითხარი მაგრა ყובה მეთქი. აბა, რაენა. ალო? ეხლა დათო. კაცია. ალო. დიახ. დიახ. აჰა. მამა. მადლობ. რა მოხდა? ჩემი ნახატი გაიყიდა. ხო, გაიყიდა. მარიკა. დეპრესიის დროს იცი რა ხშირია ფსიქიური აშლილობა. არა, დედასპიცავ რა, ეხლა მართლა დამირეკის და შენი ნახატი გაიყიდაო. წავედი მე. ასე უცებ გავიდა 1-2 წელი? თან მითხეს, მალე მოდიო. წავალნი. წადი. მოიცადე ერთი წამით, რომელი ნახატი გაიყიდა? ისა, მე ხამრიდი. პირველი როიდო. წადი. ჩემი ნახატი გაიყიდა. წარხო გიდგენია.
რა ირაკლი? დათოს ნახატი გაიყიდა. რა საოცარია. მარიკა, ჩემი ბავშვობის ნახატები სად არის? ისე მეც გავყიდო რამე. მარიკა, მოდი. გამარჯობა ირაკლი. რაკანი მარიკა მოვიდა ლაკა? ლაკა? ხო, ირაკლი. 10 წუთი გავიდა იმის მერაც რო დაინიშნე. 10-იც გავიდა და 25-იც. ვაიმე მარიკა, არი ნერვიულა, მოდი ახლა წავიდე, ჩავად გადავაღებინე და ვერავინ ვერაფერს მიხვდება. კარგი? მარიკა. საჭველი რა გვაქვს? გვაქვს დოგვი და სოსისი. მაცივარშია? არა, ქვევით მაღაზიაში. გამარჯობა. გამარჯობა. კარგად მესმის თქვენი რატომაც არ მელაპარაკებით. უკვე იმდენ ხანს მისაუბრეთ ინტერნეტით. რაც მხოლოდ ორ მარტოსულ გულს შეეძლო გაეკეთებინა. ახლა ის გადაგვრჩენია მხოლოდ უხმოდ ვუცქიროთ ერთმანეთს. აგნებოთ? თქვენ ვაკელი 91 ბრძანდებით, ხო? ბატონო, ვერ გავიგებთ. იცით სამწუხაროდ მეც ვერ გავიგე. აი ეს ვირტუალური სამყაროს შემდეგ ჩვეულებრივ გარემოცვაში როგორ გადაიზრდებოდა და ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ერთად ვართ. აგნებოთ ჩემო კარგო. აკეთა? ჩემო კარგო, არა? ყველა კაცი ერთნაირია. უნამუსო ხარ შენ. კარგად ბრძანდებოდა. აგნებოთ. მოვიჭიქ ჩემთვის არა? გამარჯობა. გამარჯობა. მადამ გრასია თქვენ ახლა რა ხარ? დიახ. დაბრძანდით. თქვენ ალბათ ვაკელი 91 ბრძანდებით. დიახ. საკენი მართლა შეგეფერებათ. გრასია. გმადლობ თქვენს. ნამდვილად საქმე დათვია. კეთებანი, მაგრამ თქვენ კეთი დამიძახეთ. მე მქონია ლი. შეგიძლია ლეო დამიძახო. კარგით, მაშინ დროა სიმართლე მოვუყვეთ ერთმანეთს. მე პედაგოგი ვარ. ქართველი. გაუთქობარი. პედაგოგი. ой. матер დააბეს. კაპაში იქნები. მე ჩინეთიდან ვარ. Adidas-ის, Panasonic-ი და Siemens-ის ქარხანას მენეჯერი ვიყავი. უშუალოდ რომ თქვა? აბიბასი და Siemens-ის. მიმირეკა. Teoria, nae, sutu. Aha. Koile, 6 baje. Sadbese mo'migona. ଠିକ ଅଛି სადვეს მაიფუქცემა. हुन्छ. ვაიმე, ვგიჟდები, როცა ბიჭი ინგლისურად ლაპარაკობს.
ეს იმისოი არის. რაც იყო? და თქვენ დიდი ხანია რაც თბილისში ცხოვრობ? მე სუდეთელია. აჰა. გამარჯობა, თამის ხომარინებე. მე ყავას. მე ბრინჯი. თუ არ ცდები ბრინჯი ჩინური კულტურაა. დიახ. ჩვენ სამაგიეროდ ვაზი გვაქვს. სამაგიეროდ ჯეგი ცენისინელია. სამაგიეროდ სტალინი ქართველი იყო. სამაგიეროდ ჩვენ გავს ვანესა მეი. სამაგიეროდ ჩემი და გიტარაზე ფანტასტიურად უკრავს. გეთება. გეთი. მომწონქარ. ალბათ თქვენარი ხალივი რომ გავს ქართველებს. იმიტომ მოიგო აღმაშენი ბელმა დიდ გორსომის. მე ძალიან მომეწონეთ ლ. ალბათ თქვენდაირი ვაშკაცები რომ ყავთ ჩინელებს, იმიტომაც არიან მილიარდ ნახევარი. შეიძლება მოგზანდეთ. ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ხატვარი ახალგაზრდა ბიჭი. სადამდე მეცადა, სადამდე? თავისუფალი ბრძანდებით. კარგით რა. 1-2 წელიც მაცადეთ. გავყიდი ჩემს ნახატებს. ავაწყობ საქმეს ნენელად. წავ. მე ჩემში გადავწყვიტე, მიბრძანდით, წადით. თქვენ კიდევ მოდით. დღეს დიდი დღეა. დიდი. ბატონო? არაფერი. დათო ალექსიძე. დათო. მე ჩემო კარგო. ხო, როგორც უკვე გითხარით, თქვენი ერთი სურათი უკვე გავყიდეთ, მე ხამრიდი. უცხოელებმა იყიდეს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან. თქვენ იმედია საწინააღმდეგო არაფერი არ გაქვთ? არა, საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, უბრალოდ ჩემი სურვილი იქნება და თუ წესიერ ოჯახში მოხვდება ჩემი ნახატი. რა მაინტერესებს იცით, რატო დაინტერესდნენ მაინდა-მაინც აი ამ ნახატით? ამ სურათში არის სინატიფე. ამ სურათში არის სინაზე. ამ სურათის უბრალოება გაგიჟებს და უკაცრავად. ჩემ ნახატზე ლაპარაკობ. მეთოჩი, რა თქმა უნდა. გააგრძელეთ. თქვენი სხვა ნახატებმაც პოვა ინტერესი. აი მაგალითად ბოტასი და მოხუცი ბანკომატთან. თუ რამეა, ისევ თქვენს ნომერზე დაგირეკოთ, ხო? კი, ოღონდ ირაკლი გითხეთ. ო, ისა, ირაკლი არის ასისტენტია ჩემი. ასისტენტად ავიყვანე, აი, როცა მე ხატავ, როცა მე მუშაობ, შემოქმედების ხაზი რომ არ გამიწდეს, თუ ტელეფონი დარეკავს, ირაკლი პასუხობს ხოლმე. დიახ, ირაკლი, სხვათა შორის, ირაკლი არის ძალიან პერსპექტიული ბიჭი. უნიჭო, მაგრამ არა უშვებს. სასიამოვნოა. ხო. აი ეს კონვერტი თქვენ. მე მეგონა ფულს მომცემდით. შიგნით ჩაიხედეთ. აი ეს ლარიანი თქვენ. მაგოთ რა კარგია რომ შევღებებთ ეს ჩექმები. ლამაზიც არის და ასეთი არავის ეცნება. ირაკლი,
აღარ გვინდა რა გეხვეწები რა. კარგი რა, ერთი ხელით ვითამაშოთ. დღეს ხო ხედავ რა უცნაური დღეა. შეიძლება შენც გაგიმართლოს. სადაც დათოს ნახატი გაიყიდა, მიდი გააგორე. არა ისე ვინ იყიდა გამაგებინა ერთი მაგის ნახატები. წარმოიდგინე. ვიღაცამ დათოს ნახატში ფული გადაიხადა. ესე იგი, სანდრო, ბარსელონამ რო გუდიონსენი იყიდა. მაგის მერე ტყვილ არამეში ფულის გადაყრა თუ დამიგვირდებოდა, მანდ არ მეგონა. არა ის როგორ არის როგორ იტყვიან ხოლმე ნივიზიოთ ვლუპი პავიზიოთ ვტარგოვლე თუ როგორ არის მაგარი სასტავი ხართ რა რაიხო მარიკა გაცვთა უკვე იცი რა ჩექლები შავად ხო გადავღებეთ და აღმოჩნდა რომ თავს ქალაქს ეგეთიაცვია არაფერი არ უთხრეთ რა გაცოფებულია რა პრობლემაა მოიცადე დავამთავროთ დაჯექი შენ მარიკა ესენი რო ჩაიცვა დარწმუნებული ვარ ქალაქში ასეთი ჩექმა არავის არ ექნება დაჯექი შენ მე გავაღე მეორე სად არის? ინტერნეტით ვიღაც ბიჭი გაიცნო და პაემანზე აუჩემოთ. მარიკა, თებში მოგიტანე. მარიკა. მადლობა. ჩემი გასახსნელი, საწური, ქვაბი და კიბეც შენთან არის, ხო? ხო, მეც არ აქვს თქვი რაღაც მავიწყდება. იყოს. ხვა გაქვს, დარი, ქენი რამე. ამას რას გააცოცხლებ, ეხლა ჯადო მოვიდა. დათო სად არის? უი, დათო თავისი ნახატი გაყიდა და ეხლა ფულის ასაღებად არის დასული. რას მეჟაყირები? არა, მართლა. აი მე ვინ იყიდა ადამიანია? დღეს დიდი დღეა. დიდი. სოფლიომ კიდევ ერთი გენიოსი მხატვარი აღმოაჩინა. და ამ დღის აღსანიშნავად ყველას მოგიტანეთ საჩუქრები. აი ეს უკვე საინტერესოა სანდრო. აღარ გვინდა. პირველ რიგში ირაკლი. ხო. აი ეს პიჯაკი შენ. დიდი მადლობა დათო, მაგრამ ეს ხო პატარა მექნება, შენი ზომაა. სპეციალურად. სანდრო. აი ეს ციგნი შენ. აქ არის ყველა გენიოსი მხატვარი შესული ჩემს გადა, ჩემი ჯერ ვერ მოასწრეს. რა გიდა მაგარი საჩუქარია, ამაში დისკებს ჩავაწყობ და აღარ გატყდება. აი ეს კალამი შენ სანდრო. ვა, რა ქალია? ამობრუნე. ფიჩო. ესე ჩავიდო ხოლმე. მარიკა და ეკა. თქვენ საჩუქარზე ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე. ავარჩი. რახან თქვენ ერთნაირი გემოვნება გაქვთ, ორივეს გიყიდეთ ჩექმები. აი ეს შენ. ეს კიდევ შენ. მარიკა. ესა. შენ ისა თამარი ხარ თუ მეორე? თამარი. ხო. შენ საჩუქარზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. ძალიან ბევრი ვიფიქრე და მოვიფიქრე. შენ მოგცე 200 ლარს და რაც გინდა ის. ვაიმე, დიდი მადლობა და დათო, ის ტელევიზორის 50 ლარიც მოსაცემი გაქვს. დათოსთვის მაქვს პალიტრა. სად არის დათო? საწავიდა დათო. ჰა? უი, აყოფილა. მადლობა დათო. მადლობა.
აი ეს საფულე, ბასის საფულე. ბასის კი არა, ბოსის. ეკა ვიცი რომ ბოსია, მაგრამ ეს არის ბასი. ბასის საფულე. მართალია თქვენ ახლა ბევრი ხართ და ეს არის ერთი. მაშა სადამე მე ხლა ამ საფულეს ავაგდებ. ჯესამამდე დავიხლობ. მე ავაგდებ და პირველი ვინც აიღებს, იმისი იქნება. მოიმზადეთ? ერთი ორი სამი ოი ჩემი ყოფილა აჰა გამარჯობა გამარჯობა მე გადავწყვიტე გაგაცნოთ ჩემი მეგობარი ლუჩინეთიდან შემოდგე ფექი წყალავდე გმერთი აკაცა გამარჯობა დაბძანეთ მარიკა პრინჩის არაყი მოგვიტანე არ გვაქვს ირაკლი მოიტანე კარგი გამარჯობა მეგობარო გამარჯობა აი საფულე შენ მადლობ ვა ეს რა არის ბასი ჩინური ნაგავია გამარჯობა კალბატონო მოიტანე რა აი ბრინჯის არაყი მომეცი ჩეკები დააწყეთ ასე ეს შენ სანდრო დაისხი შენი სახელი ლი ჩემო ლი მინდა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი და ძალიან ლამაზი სადღეგრძელო შემოგთავაზო ორი იყოს ორი იყოს შანხაის ერთ გარე უბანში წავიდეთ უხერხულია ხალხს ეძინება წავიდეთ წამოდით თამარ მომეხმარე მოდი ფრთხილად მოიცა ირაკლი ესე შეიძლება აი არცხვენია მართლა და მართლა ერთ ჭიქაში კაცი ასე დატყვეს გამარჯობათ მე ის პიროვნება ვარ გუშინ დათო ალექსიძის ნეხამრიდი რომ შევიძინე გადავწყვიტე კიდევ ერთი ნამუშევარი შევიძინო მერცხლებმა დაიგვიანეს რამდენს ვიხდი 453 ლარი 450 ლარი დავიჯერე